ნიკა მელია იმყოფება ახლა ჩვენთან ერთად და მასთან გავაგრძელებთ საუბარს. ბატონო ნიკა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა დღეს ქვეყნის პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არაფერს გააკეთებს და ქართული ოცნების პოლიტიკა არის მოქმედობა და უბრალოდ დაკვირვება. როგორი უნდა იყოს საქართველოს რეაქცია და მოქმედებები? დიახ, ჩვენ არაფერი განსხვავებული სამწუხაროდ არ მოვისმინეთ დღეს თბილისში, უბრალოდ თბილისში გაკითხა განცხადებები ქართულ ენაზე და მოსკოვში ანალოგიური განცხადებები გექნება რუსულ ენაზე. ეს არის და ეს. დღევანდელმა დღემ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ჩვენ ყავს თავიდან ბოლომდე კრემლის მიერ კონტროლირებადი ხელისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ გარკვეული იყო. ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც დღემდე ჩანდა, ჯერ კიდევ იყო ამისი აუცილებლობა, რომ ბატონ ღარიბაშვილს ეს ყველაფერი ესე ღიათა საჯაროდ წინასწარ დაწერილი გზავნილები ეთქვა, იმიტომ სხვა გზა მას არ აქვს. კითხვები იბადება, რომ რატომ თქვა მან ეს, ხომ იცოდა, რომ აღშფოთება მოყვებოდა ყველა თაობის საქართველოს მოქალაქეში და ჩვენ ხედავთ იმასაც ხედავ ხა წლების განმავლობაში არაერთ საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მსგავსი რამ არ მინახავს. მათ შორის არც 20 ივნის. ცოტა იმიტომ რომ დნმ-ის დონეზე ქართულს აქვს ჩაცემენტებული ეროვნული თავმოყვარეობა და ინტერესი და როდესაც ჩვენ აი ამ ძარღვს ეხები ერი ერთიანდება და შემთხვევით მე დღეს აქ აი ამ წუთას ჩემ 7 წლის შვილთან სანდროსთან ერთად არ დაგიმოვდა და გაანგებ. სახში მივედი, გავუარე, ჩამოვიყვანე, რატომ? მინდა დაამახსოვრდეს დღევანდელი დღე. დღევანდელი დღე მინდა დაამახსოვრდეს და აღებეჭდოს მას გონებაში ის რაც აქ ხდება, ეს ატმოსფერო შეიწოვოს მან და მთელი მისი ძელი ცხოვრებისეული დისტანცია, აი ეს განცდები და ეს ემოციები მან გამოიყენოს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, როდესაც საკითხი შეეხება ქვეყნის განვითარებას. დღეს ღარიბაშვილმა უკიდურესი შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინა და ქართულ ხალხებს. წარმოიდგინეთ, ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, აი სანდროს ასაკის ბავშვები, ხო? არიან საკუთარ დედებთან და მამებთან ერთად, ძირითადად დედებთან, ბებიებთან ერთად სარდაფებში, თავშესაფარებულები, კიევში, უკრაინის დიდ ქალაქებში, მამაკაცები ფრონტზე, ქალები მეტროსადგურებში. იარაღი რიგდება და ისინიც იცავენ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს, დაცულს და ნათელს, ხო? და ამ დროს გამოდის უკრაინელი გმირი ხალხის, მეგობარი ხალხის და მთავრობის ხელმძღვანელი გასაბჭოების წლისთავზე და ამბობს იმას, რასაც ამბობს. ეს არის უპატიებელი ნებისმიერი ქართველისთვის, განსაკუთრებით ადამიანისთვის, რომელიც სახელმწიფოს სახელით საუბრობს. და კაცმა რომელმაც თქვა, რომ ავია მიმოსვლა არის შეჩერებული და როგორ ჩავსულიყავი აბა კიევში სოლიდარობის გამოცხადებისთვისო, გამოსაცხადებათო. აი აქ რა უშლის, რომ ჩამოსულიყო დაუშვათ, ჩასაბრებული ადამიანი რო ვიყო. აი აქ რა უშლის. ვიდრეც არ ჩაიკეტებოდა, მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილის ეს ფრაზა გვახსოვს. მე რომ რამე მოვაგვარო, ხომ ყველასთვის წარმოუდგენელი იქნებაო, ანუ იქამდეც არ იყო მზად ის სოლიდარობის საფრთხე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვდგავარ ახლა აი აქ გზის სავალ ნაწილზე და არა სამე სცენაზე. და ისიც ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ სცენა არ არის და ტრადიციული მიკროფონები არ დგას, იმიტომ რომ ის არაორდინალური ვითარება, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყოს ვადევნებთ, არის ის, რაც გადაარჩენს უკრაინას ქართულ ხალხს. დიახაც ჩვენ ვიგრძენით დამცირებულად თავის შემწყვა, იცით, შემწყვა ჩემი წინაპრების, იმ ჯარისკაცების, იმ მეომრების, რომლებიც სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის თავისუფლებისთვის, ხო? შემწყვა იმ უკრაინელი თანატოლების, რომლებიც იბრძვიან ახლა რუსი აგრესორის წინააღმდეგ საკუთარ ეზოებში და პარკებში და სკვერებში. და ვინმეს იმედი თუ უნდა ქონოდა უკრაინელს ამ მნიშვნელოვან ეგზისტენციალურ დღეებში მათთვის წესიდარეგით უნდა ყოფილიყო საქართველო, ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის ხელისუფლება და ამ დროს ხელისუფალი გამოდის ამბობს იმასაც ამბობს, ამიტომ მოვალეთ თვლით
თითოეულ ჩვენგანი ვიყოთ აქ სადაც ვართ. მე არ ვიცი ღარიბაშვილმა როგორ უნდა მართოს თუნდაც ნომინალურად მომდენო დღეები და პერიოდი სახელმწიფო. აი ეს ახალგაზრდები სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები ხო ვერ შეეგუებიან არა უბრალოდ იმ ადამიანს ვინც ზურგი შეაქცია ქვეყნის ინტერესს თავიდან ბოლომდე მარიონეტის ცუდი სიტყვა არ ასახავს რეალობას. ქართულად მოლაპარაკე კრემლის მიერ დანიშნული რუსი ჩინოვნიკი ყავს დღეს შენ სახელმწიფო კანცელარიაში და ეს გაიგო მთელმა საქართველოს და ამის გამოძახილი და ანარეკლია ესაც დღეს აქ ხდება. დიდი